Როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირაში, სწორედ ამის გასაგებად უნდა გადავინაცვლოთ ახლა ჩვენს ჟურნალისტ გვანცა ჩარგაზიასთან, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვიერთდება და რომელსაც მივსცემთ ბედნიერ და პოზიტიურ სალამს. დილამშვიდობისა გვანცა. დილამშვიდობის გვანცა. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით წამყვანებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებით, იმისთვის რომ გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირაში. ამას კი უფრო ვცვლად გვეტყვის დოდო გვაზავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. წინა კვირას არამდგრადი ამინდი გქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით, იყო უნალექო ამინდი, ტემპერატურამაც მოიმატა, თუმცა კვირის ბოლოსკენ მაინც გაუარესდა ამინდი. რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში? გასული კვირის დასაწყისი ცალკეულ რაიონებში მართლაც არამდგრადი იყო, უფრო მთაგორიან რაიონებში აღინიშნებოდა ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, ეს განსაკუთრებით უკვე დღის მეორე ნახევარში საღამოს საათებში. ტემპერატურაც დაახლოებით 30 გრადუსები იყო დაბლობ რაიონებში, სანაპირო რაიონებში 27-28. ცოტა მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა მთიან რაიონებში, რაჭის ტერიტორიაზე, ცალკეულ დღეებში 32-34 გრადუსიც კი. კვირის ბოლოს უკვე პარასკევს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან, ევროპის აღმოსავლეთ რაიონებიდან დაფიქსირებული ცივი ჰაერის მასები, რომელზედაც საუბრობდით, მართლა შემოიჭრა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე და კვირის ბოლო ჩამთავრდა მთელ საქართველოში უმეტესი რაიონით წვიმით, ზოგან აღინიშნა სიეტყვა, ქარის გაძლიერება და ამჟამად დღეს 16 ივნისს ამ ჰაერის მასის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით. როგორი ამინდი გველოდება დედაქალაქში დღეს და მიმდინარე კვირაში? ეს ცივი ჰაერის მასები, რომელიც ამჟამად მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე და იმოქმედებს პირველ ნახევრამდე, თბილისში გამოიწვევს უფრო მეტად ქარიან ამინს, დრო გამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა თუ კვირის ბოლოს 32-34 დაფიქსირდა, უკვე ამ ცივ ჰაერის მასებმა რამდენიმე გრადუსით დაკლება გამოიწვია მაქსიმალური ტემპერატურის და ალბათ დაახლოებით პირველი ნახევარი ისევ 28-29 გრადუსამდეა მოსალოდნელი ქართან ერთად და არ გამოვრიცხავთ, რომ კვირის მეორე ნახევრიდან საღამოს საათებში ან დღის მეორე ნახევრიდან არამდგრადობა შეიმჩნეოდეს, მხოლოდ და მხოლოდ განვითარდეს ელჭექის ღრუბლები და შესაძლებლობა არსებობს ალბათობის, რომ იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა და კვლავ 19 ივნისიდან მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მომატება რამდენიმე გრადუსით. გადავიდეთ დასავლეთზე, დასავლეთში როგორი ამინდი გველოდება, იქ ხომ არ უნდა ველოდოთ, თუნდაც ნალექს ან ქარს? გასული დღეები შაბათ-კვირის ამინდი ნარჩუნდება დასავლეთ საქართველოში თავისი სიგრილით და სინოტივით და ყველაფერთან ერთად, ამიტომ 16-17-ში დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო 18 ივნისს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის მიმართულების ქარის დრო გამოშვებით გაძლიერება, ზომიერი ისეთი ძლიერი მოსალოდნელი არ არის და ჰაერის ტემპერატურა აქ მკვეთრად დაიკლო, თუ 30 გრადუსები ფიქსირდებოდა გასულ კვირას, უკვე ამ 3 დღის განმავლობაში მოსალოდნელია 28 გრადუსამდე მაქსიმალური ტემპერატურა და უკვე 19 ივნისიდან დასავლეთ საქართველოს მარტო შევინარჩუნებთ მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე ხასიათის წვიმას ისევ და ისევ დღის მეორე ნახევრიდან და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს აქაც უკვე კვირის მეორე ნახევრიდან. გადმოვიდეთ მაშინ აღმოსავლეთში, იმიტომ რომ დასავლეთში თუ ესეთი მოვლენები არის, აღმოსავლეთიც ყოველთვის მოქმედებს ხოლმე. აქ რას უნდა ველოდოთ? აქ უფრო მეტად ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, რაც ხელს შეუშლის უმეტეს რაიონში ნალექს, მაგრამ შუა დღის საათებიდან, დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ეს ეხება სამცხე-ჯავახეთს, უფრო მეტად შიდა ქართლს შესაძლებელია რომ იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აქაც აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც დაიკლო, დაახლოებით 26-27 გრადუსამდე არის კვირის პირველ ნახევარში მოსალოდნელი, ეს ეხება მთიან რაიონებს, ხოლო ბარში, კახეთის რეგიონში, ქვემო ქართლში და შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსამდე და უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში შეიძლება კვირის განმავლობაში იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით. და როგორც გითხარით, პირველი ნახევარი იქნება უფრო მეტად ზოგიერთ რაიონში ქარიანი, დრო გამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარი და კვირის მეორე ნახევრიდან ტემპერატურის მაქსიმალური ალბათ ისევ დაფიქსირდება, შესაძლებელია 33-35 გრადუსი.
ანუ კვირის პირველი ნახევარი იქნება არამდგრადი, შემდგომში უნდა ველოდოთ მის გაუმჯობესებას. დიახ, გაუმჯობესებას აირის ტემპერატურის მომატებას, მაგრამ ამ მაინც თაგორიანია ჩვენი ქვეყანა, ცოტა ცივი გრილი ჰაერის მოქმედება მაინც დღის მეორე ნახევარში, როგორც აღვნიშნე, მთიან რეგიონებში, ეს ეხება სამცხე-ჯავახეთს დავაკონკრეტებ და მცხეთა-თიანეთს აქ შესაძლებელია იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით. მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციისთვის. მე კი ვეთქვი მაყურებელს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებოდით და როგორც სინოპტიკოსებმა აღნიშნეს, მთელი საქართველოს მასშტაბით კვირის პირველი ნახევარი არამდგრადი იქნება, თუმცა მეორე ნახევარში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. მე გემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ.